ერთ-ერთი მთავარი ამბავი, არ ვიცი ადენებ თვალს თუ არა, მაგრამ ოპოზიციამ დაიწყო რევოლუციისთვის მზადება. ეს სერიოზული ნაბიჯი აღნიშნული იყო შთამბეჭდავი პერფორმანსით, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა ნიღბით ჩამოიარა პარლამენტთან და ყველოდა რევოლუცია. მერე ხაბემ თქვა, რომ ავჯანყდეთო და მოვაწყოთ რევოლუციაო. დაახლოებით ასე პირდაპირ ასე არ უთქვამს, მაგრამ რატომაც არა. და გიორგი ვაშაძემ პირდაპირ გეგმა დადო. ის კი არა რომ უბრალოდ რაღაც სიტყვა ლაპარაკი. პირველ საქმეზე გადავიდა, თქვა რომ 4 ოქტომბერსო, ანუ არჩევნების დღეს, იმისათვის რომ არჩევნებზე წავიდეთო, შევიკრიბოთ დიდი მიტინგიო 300,000 კაციო და დავუნხოთ ხელისუფლება. ასე რომ ჯერჯერობით ოპოზიციაში, ასე ვთქვათ, ასთა სხვადასხვაობა, მაგრამ სულ უფრო და უფრო რადიკალურ ნაბიჯებისკენ იმხრობიან ჩემი კოლეგები. ერთი ოღონდ პრობლემა არის ის, რომ ჩვენ თუ ასეთი რაღაც გავაკეთეთ, ანუ ჩვენ ქვეყანას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ალბათ რევოლუციაში ახალ სიტყვას დავწერთ, იმიტომ რომ რევოლუცია, ანუ ჩვენ რევოლუციონერებს იმ ახალგაზრდებს, რომელიც აქ რუსთაველს დადიოდნენ თუ გიორგი ვაშაძეს ისე სასაცილო რომ გიორგი ვაშაძის მიერ მოწყობილი რევოლუციას უნდა ველოდოთ ოქტომბერს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ხო და ამ რევოლუციონერებს არ ესმის სიტყვა რევოლუციის შინაარსი. მე ამით მინდა დავიწყო, რომ რევოლუცია განსხვავდება აჯანყებისგან. როცა აჯანყდა ხალხი. ეს ნიშნავს, რომ უბრალოდ რაღაც უკმაყოფილება, მაგალითად ხალხი მშიერია და აუჯანყდა მეფეს. მოკლეს მეფე, მოვიდა მეორე მეფე. გაგზელდა მეფე, შემდეგი მეფე უკეთ აჭრებს ხალხს. ყველაფერი კარგად არის. რევოლუცია არის ის, როცა შენ საზოგადოება გინდა შეცვალო, მაგალითად მეფის ინსტიტუტი გინდა გააუქმო და გინდა გადახვიდე დემოკრატიაზე. ან მაგალითად აებრძვი კაპიტალიზმს და გადადიხარ კომუნიზმისკენ. აი რაღაც რევოლუციური ცვლილება გინდა საზოგადოებრივ წესრიგში. ვარდების რევოლუციას შინაარსობრივად ნიშნავდა მართლობის სისტემის ცვლილება, რომ სხვანაირი პოლიტიკური სისტემა ყოფილიყო, როგორ გამოვიდა და არ გამოვიდა სხვა საკითხი, მაგრამ იქაც საზოგადოებრივი წყობის რადიკალურ ცვლილებებზე იყო საუბარი და არა მხოლოდ მართველის შესვლაზე. ხო და წამოვიდგინეთ, რომ რევოლუცია რო სერიოზული იყოს, ამ სიტყვას რომ მართლა უდნავ პატივს სცემდნენ, ამის უნდა დაიწყოთ დისკუსიები, რომ აი როგორი ქვეყანა გვინდა. და უკვე ბრუნდებით იმაზე, რასაც ჩვენ ამდენი ხანია ლაპარაკობთ, რომ აი როგორ დავამარცხოთ ქართული ოცნება. უნდა მოუყვეთ ადამიანებს ის როგორ იქნება საქართველოს თუ არა ქართული ოცნება. და თუ ეს საქართველოს რომელიც ქართული ოცნება უშლის ხელს რომ კონდეს, ეს საქართველოს რადიკალურად უკეთეს საქართველოა, მაშინ რევოლუციას კი შეიძლება მოაწყოს ადამიანს. ანუ რევოლუცია იქნება მაშინ, როცა ჩვენ ვიბრძვით რადიკალურად განსხვავებული საზოგადოებისთვის. მაგალითისთვის რევოლუცია შეიძლება იყოს მაშინ, როცა მიზნად გვაქვს სამუდამოდ დავასრულოთ ერთპიროვნული მმართველობა. ანუ ისეთი წყობა მოვაწყოთ, სადაც შეუძლებელი იქნება ერთპიროვნული მმართველობა. და აქ მაგალითისთვის რაღაც ინსტიტუტები გასაუქმებელია, ხო? მაგალითად იგივე სუსის რაღაც უდიდეს ნაწილი, რომელიც სუსის თავის ბუნებით არის, მთავრობის ხალხისგან დაცვის ინსტიტუტი. ის ცხადი ინსტიტუტი არ უნდა არსებობდეს სამყაროში. მაგალითად რაღაც ტიპის რეგულაციები გასაუქმებელია, მთავრობის ზომა შესამცირებელია, გადაცხადების შესამცირებელია, მოსამართლეები ასარჩევია, ვიცი, კერძო სკოლების განათლების სისტემა შესაძლებელი რომ თავისუფლება იყოს და არ იყოს განათლების სამინისტროს ჩამოკიდებული. იგივე შეიძლება ითქვას უნივერსიტეტებზე და ამ შემდეგ. ანუ რაღაც სამინისტროები გასაუქმებელია, რეგულაციები გასაუქმებელია, მთავრობის ფუნქციების შესაძლებელი. ანუ აი ეს ყველაფერი რომ ჩამოწეროთ, აი რასაც ჩვენ ყვებოდით ხოლმე წინა საარჩევნოდ ან ზოგადად რაზეც ლაპარაკობ, ეს იქნება რევოლუციური ცვლილება საზოგადოებაში და ამისთვის უნდა მოაწყო მაშინ რაღაც 300,000 კაციანი მიტინგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ამას არ აკეთებ, ყველაზე მეტი რაც პრეტენზია გაქვს ჯანყია, რომ აი ჩვენ ხარ ავჯანყდებით, მეფეს ჩამოვაგდებთ და სხვა მეფეს დავნიშნავთ. და ეხლა გიორგი ვაშაძე გვთავაზობს, რომ ჩამოვაგდოთ ბიძინა და გიორგი ვაშაძე დავსვათ მის ადგილს. ოკეი, მე ამჯერად ვერ შესაძლებელი. იმიტომ კი არა ბიზნესის დამარცხება შეუძლებელი, მაგრამ გიორგი ვაშაძე რომელსაც ეს არის არასერიოზულად გამოიყურება. ხო და მე მგონი იწყება ფსევდორევოლუცია 2-ის სცენარი. შეგახსენებთ, რომ ფსევდორევოლუცია 1-ის სცენარი ვახუმ ეგრეშვილმა წინა საარჩევნოდ აღწერა, რომ არჩევნები იქნება, ოპოზიცია ამ არჩევნებში რომ დამარცხდეს, გამოვარდება გვარამია და აი ვინც არიან, დაიწყებენ რაღაც ის აქციები შეიძლება ხალხი თავის ბუნებრივად იყოს, მაგრამ ამ აქციების დაშლას, დისკრედიტაციას და ფსევდო რევოლუციურ რაღაც ესეთი გარემოთი ფაქტობრივად ჩაახშობენ საპროტესტო მუხტს.
რაც მე მოხდა, უბრალოდ ერთ-ერთში ახდა და იმდენად წარუმატებელი უნიჭოები იყვნენ გვარამია და მათი მეგობრები, რომ კობახიძეს ჩართულობა იყო საჭირო და კობახიძე გამოვიდა და ის ევროპაში არ გვინდაო, რომ კიდევ უფრო გაბრაზებული იყო ხალხი, კიდევ უფრო სერიოზული მუხტი ყოფილიყო და მე თად გენიალურად რომ ამ ხალხს გაენადგურებინან ეს მუხტი. და ახლა იგივეა, წარმოგიდგენთ რომ არის ხალხი რომელიც გაბრაზებულია, რომელსაც არ უნდა რომ აი სტატუს კო შენარჩუნდეს და ჯერ ბრძოლაში შეიყვანეს, მრავალფაზიან ბრძოლაში, პირველი ფაზაო, მეორეო, მესამე, მეოთხე, მერე დაავიწყდათ, მერე გადამწყვეტი ბრძოლაო, მერე აი ცოტაც მოვითმინოთ და კიდე გვეშოლებაო, მერე იქ ამერიკაში რაღაცა, მერე მეგობარი აქტიო, მერე მეგობარი აქტი უკვე მიიღესო და ნუ აი არა და არეშველა და ამასობაში მოვიდა ზაფხული, აგერ მალე სექტემბერი, მერე ოქტომბერი და რაღაც მოხდება და ამიტომ ხალხი რო სთად უიმედოდ არ იყოს რომ მათი ენერგია შემთხვევით არ დაგროვდეს და მე რა იცი რა თქვა ამოვანთხევს ეს ყველაფერი ამიტომ დაიწყო ახლა რადიკალური რაღაც გზავნილების გაჟღერება და გულუბრყვილო ამორჩეველი თქვის რომ აი როგორც იქნა გააჟღერეს ეს თქვა რევოლუცია გააჟღერეს იმიტომ რომ მაშინ ეშინოდათ აი მილიასაც კი ეშინოდაო ესე მშვიდობიანი რევოლუციაა და ახლა იქნება ნამდვილი რევოლუცია ოღონდ ამ ნამდვილ რევოლუციას რო წინაპირობები ჭირდება და ამ რევოლუციას რო ჭირდება იდეოლოგია, იდეები მინიმუმ, იდეების ჯახი, რომ მე ავარჩიოთ საუკეთესო იდეა, საუკეთესო რევოლუციონერი ავარჩიოთ ბოლოს და ბოლოს, რომელიც გამბედავია და რა ვიცი, არ შეეშინდება თავისი იდეებისთვის სიოსლე გაწეროს. იმიტომ რომ რევოლუციონერი ხო შეიძლება მოკლა. ის ხო არის რევოლუციონერი მოდი გირავს არ გადავიხდი და რამდენი კვირა ციხეში წავალო. ეს ხო რევოლუციონერობა არ არის. რევოლუციონერი ადამიანია, რომელიც მართლა რისკავს თავის ცხოვრებას და იცის, რომ წინ გას ბარიკადებზე, ახალგაზრდებს კი არა უშვებს წინ, ახალგაზრდები ზურს უმაგრებენ, მაგრამ თვითონ წინ გას და რამე იყოს მოკლავენ, მაგრამ ისე უნდა ეს ცვლილება საზოგადოებაში, რომ ამისთვის იბრძვის. და როგორ ავარჩიოთ ეს ადამიანი? ალბათ დისკუსიებით. ამიტომ აი რომც დაუჯერო ეს რევოლუცია და მე ამჯერად ეს რევოლუცია და მეგონი უბრალოდ ფეიკია, როგორც ყველაფერს 4-5 აკეთებს, მაგრამ რომც დაუჯეროთ ეს საბოლოო ჯამში მაინც ასე არ კეთდება. ხო და ნუ ამიტომ რაღაც ვაკვირდებით ამ პროცესებს, მაგრამ ჩვეულებრივი სპექტაკლი მიმდინარეობს, რომელიც არ ვიცი, რამდენი კარგი ტესტია ზოგადად საზოგადოებისთვის ასე სპექტაკლები, იმიტომ რომ თუ საზოგადოებას გონია რომ ეს პოლიტიკური ცხოვრებაა, ეს რაღაც აქეთ ქართული ოცნების საგამოძიებო კომისია, ეხლა ჩორჩანას თუ იმის რაღაცას საგუშაგოს ამბავს იძიებენ გაქონებული 2019 წელს ტერიტორიები დაკარგეს იმ გახარიას გამო, მაგრამ ეს deep state-ის გამო იყო და მაშინ ვერ იძიებდნენ და ეხლა deep state-მა მას თქვა მოუშვა ასე ვთქვათ კონტროლი უბრალოდ თითქმის დამარცხდაც შეიძლება ითქვა საქართველოში და ამიტომ ეხლა დადგაის საკავშირო მონდროთა შეიძლება გამოიძიონ ეს მოღალატე გახარიას წინააღმდეგ საქმე, თორე 2019 წლიდან ვერ გამოიძიეს. აი ესეთი უნიჭო სპიტალია ქართული ოცნების მხრიდან, აქედან რაღაც რევოლუციონერი სცენარი 4-5-95 მხრიდან და აი უბრალოდ მარტივი ტესტია, ინტელექტის ტესტია საბოლოო ჯამში ამორჩეულში, რომ აი თუ ამ სპექტაკლის გჯერათ, არ გეშველებათ, იმიტომ რომ იქნებით დიდი ხანი ამ სპექტაკლის მაყურებელი და საბოლოო ჯამში ამ სპექტაკლის მიზანი რომ თქვენი ექსპლუატაცია ხდებოდეს, თქვენი ძარცვა ხდებოდეს. თუ არა და კი გაყავთ არჩევანი და შეგიძლიათ თავისუფლად გამოხვიდეთ ამ სპექტაკლიდან, შეიძლება ცუდი აქვს ქვეყნის რომ მხოლოდ ერთი არჩევანი გაქვთ ამ შემთხვევაში და ჩვენერი პარტია რომ ბევრი იყოს უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რას იზამ